მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩემი სტუმარია ექიმი გასტროენტეროლოგი ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი. ძალიან საინტერესო თემით მოგესაუბროთ. ეს არის ზაფხულის სეზონი და გასტროენტეროლოგიური პრობლემები. თემა ძალიან აქტუალურია, ძალიან ბევრ ჩვენს მომხმარებელს აწუხებს, არა მარტო მათ, არამედ პატარებსაც, ოჯახის წევრებს, იმიტომ რომ მოგეხსენება ზაფხულის სეზონში ძალიან ხშირად ჩვენი მაყურებელი გადის ქალაქიდან, გადის რეგიონებში, ჰიგიენის დაცვა სულ უფრო და უფრო რთულდება, მეტადღე მაშინ, როდესაც რეგიონებში წყალი და ცენტრალური წყლის მომარაგება ზოგან არც მუშაობს გამართულად და ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ მაღალი ტემპერატურა ზოგადად ხელშემწყობია მიგრებთა გამრავლებისთვის და ამიტომაც საკვები პროდუქტები ხდება მალფუჭებადი. ეს პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მთელი რიგი რეკომენდაციები არსებობს მოგზაურებისა და მოგზაურების მსურველი ადამიანებისთვის, ასაც გასტროენტეროლოგები და ნუტრიციოლოგები ვიძლევით. იყო პერიოდი, როდესაც ბროშურების სახით რიგდებოდა, მე პირადად მაქვს შენახული ჩემი ბავშვობის დროინდელი ისეთი პატარა ფლაიერი დავარქვათ მას, სადაც წერია, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები იმისი უწნაწლავის პრობლემებისგან ზაფხულის ცხელ სეზონში. ეს ცხელი სეზონი მახსოვს ძალიან ლამაზად ეს ფრაზასავით გაზრდა და მართლაც ზაქარია დღესდღეობით მოვედით იმ ეპოქაში, როდესაც ჩვენი მოსახლეობა მოგზაურობს არა მარტო საქართველოს რეგიონებში, არამედ მსოფლიოს გარშემო და ხანდახან ისეთ ეგზოტიკურ კურორტებს დაასახელებენ ხოლმე, რომლებიც მარტო რუკაზე ვიცი სად არის, თორე ნაყოფით. ზოგიერთი რუკაზეც არ ვიცი. ზოგიერთი რუკაზეც არ ვიცი. კი ბატონო, სხვადასხვა კულტურა, მათი კვების თავისებურებები, ჰიგიენის ნორმები, რომლებიც იმ ქვეყნებშია გაბატონებული, მნიშვნელოვნად ცვლის ჩვენს გასტროენტეროლოგიურ ამინდს, ასე ვთქვათ, ჩვენს ნაწლავურ ფლორას და ძალიან ხშირად იწვევს პაციენტებში ისეთ პრობლემებს, რომლებიც შეიძლება მარტო მოგზაურობის დროს კი არ აწუხებდეს, საკმაოდ დიდი ხანი გახდეს და ხშირად არის ხოლმე რომ პაციენტი მოდის და ბატონ ზაქარიას ეუბნება, რომ დაუშვათ დაეწყო პრობლემები ქრონიკული რაღაცა საწმისმონელებო ტრაქტთან დაკავშირებით და კონკრეტულად იტყობს ხოლმე, აი, როდესაც ვიმოგზაურე ამა და ამ ეგზოტიკურ კურორტზე, იმის მერე დამეწყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, მაგრამ არსებობს მთელი რიგი რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია გავცეთ, რომლებიც არა ახალია, ასე ვთქვათ, და ეს ყოველთვის არსებობდა, მაგრამ დღეს მინდა კიდე ერთი ძალიან საინტერესო კუთხით ვისაუბროთ. გარდა იმისა, რომ ჩვენ ახლა ეგზოტიკურ კურორტებზე გვექნება აქ საუბარი, მინდა ვისაუბრო ასევე იმ მითებზე, რომლებიც გავრცელებულია. მაგალითად, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მითი არის დაკავშირებული იმასთან, რომ თუ ადამიანს აწუხებს დიარეა, მაშინ ძალიან კარგი და ეფექტური სამკურნალო საშუალებაა და ახლა არ მინდა გავიმეორო რომელი სასმელები და საჭმელებია, იმიტომ რომ რეკლამაში ჩამერთმეო და გასტროენტეროლოგთან მისვლას ამჯობინებენ აი ასეთი თვითმკურნალობის ჩატარებას. ბატონ ზაქარია, მოგესალმებით კიდე ერთხელ. საკმაოდ ვრცელი შესავალი გავაკეთე, იმიტომ რომ თემა იყო ძალიან საინტერესო. ზაფხულის სეზონი ეს არის პრობლემა, რომელიც პრობლემაც და ასე ვთქვათ, სამედიცინო პრობლემას და რა თქმა უნდა ოჯახებისთვის დასვენების პერიოდია და ძალიან საინტერესო დროც არის ასევე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო პრობლემაა არა მარტო გასტროენტეროლოგია, არამედ ზოგადად სხვადასხვა ინფექციების გავრცელების თვალსაზრისით და აქ არ უნდა დაგვაუწყდეს კიდე თუნდაც იმ პარაზიტების, იმ ასე ვთქვათ, მწერების, იმ მიკროორგანიზმების როლი, რომლებიც ჩვენ ორგანიზმს ძალიან მაგრა უტევენ. ბატონ ზაქარია, მოგესალმებით კიდე ერთხელ და მინდა კითხოთ ესეთი კითხვით დავიწყოთ. იცვლება თუ არა თქვენი პაციენტების, ასე ვთქვათ, მომართვიანობის მიზეზები იმასთან დაკავშირებით, რომელი სეზონი გვაქვს? რამდენადაც ვიცი, რაღაცები. საქმე იმაშია, რომ მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ისი, მივესალმებით ჩვენს გადაცემას. საქმე იმაშია, რომ ზაფხულის სეზონზე დაახლოებით რამდენიმე დღეში არდაგები დაეწყება ჩემს კლინიკას და ძირითადად ჩვენ უკვე ხვდებით ხოლმე პაციენტებს, როდესაც ჩაივლის ზაფხული და მერე უკვე შემოდგომით იწყება ასეთი პაციენტების მომართვიანობა. ძირითადად ზაფხულის საზაფხულო ნაწლავური ინფექციები არის ხოლმე როგორც ასეთი წესი, განსაკუთრებით ეს მძვინვარებს
ზღვის სანაპიროებზე. ეს პრობლემა მუდმივად გვაქვს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზღვა არ არის სტერილური, ყველამ კარგად ვიცით. იქ ბავშვები ცურვას სწავლობენ, პირველად ხუმპალაობენ, წყალი ეყლაპებათ და ძალიან ხშირად არის ხოლმე ძალიან ხშირად კი არა, ფაქტიურად ესეთი ეპიდემიასავით არის ხოლმე ზღვის სანაპიროების კურორტებზე ეს წოდებული ენტეროვირუსული ინფექციები, თავის დიარეები, თავის სიცხისაწევით და ასე შემდეგ ხანახამშობლები იყვნენ ხოლმე რომ ჰაერმა და წყალმა დაცადა ბავშვი. არა. ეს არის უბრალოდ გაური ინფექცია, რომელიც 3 დღის მანძილზე გრძელდება, როგორც წესი ძირითადად და სპატალ სიცხეებით, კუჭის საშლილობით ძირითადად და შემდგომ მერე თავისუფლად ალაგდება ხოლმე. ეს არის მაგრამ არის იმ შემთხვევებშიც გადასტილა ეს და ჭირდებათ გადასხმები ბავშვებს და ამისთვის კურორტებზე ასე ვთქვათ კურორტების სამედიცინო დაწესებულებებს ასე ვთქვათ ჩვენგან განსხვავებით სეზონი აქვს უფრო მუშაობის. რაც ძალიან ახსენეთ თქვენ საკვების მალფუჭადობის შესახებ და საკვები ყოველთვის მალფუჭებადი იმას ნიშნავს, რომ ყველა სეზონზე მალფუჭებადია, მაგრამ ისეთი საკვები, როგორც არის, რომელიც არ ითვლება დაუშვათ მალფუჭებად და მათი ასე ვთქვათ დაძველება, მათი ვარგისიანობის შემცირება და ის ზაფხულში ცხელამიდებში უფრო ხშირია. ისე პარადოქსია ბატონ ზაქარია და კარგი საკვებია ზუსტად მალფუჭებადი, თორემ კონსერვები და ძეხოული და სოსისები. ის დაცულია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ ბაქტერიები არ არის სპეციალური დანამატებია კონსერვანტებში, რომელიც ასტერილებს ამას და რა აფუჭებს საერთოდ საკვებს, აფუჭებს დუღილის ბაქტერია, რომელიც მრავლად არის ჰაერში, ხო? ჩვენ რატო ვასტერილებთ კონსერვებს? სახში ვაკეთებენ, რატო ერთი დუღილის ბაქტერიას თუ შეყვა შიგნით უშუალოდ ბომბას გაიკეთებს და ბატონ ზაქარია მე მახსოვს ჩემს ბავშვობაშიც და სტუდენტობის პერიოდში საკმაოდ მკაცრი შეზღუდვა იყო მოხარშული კრემის მქონე ნამცხრების დამზადებაზე ზაფხულის ხელსეზონში და ეხლა გვიხსნიან რომ ძალიან კარგად განვითარდა სამაცივრო ტექნოლოგიები და მთელი რიგი და ასეთი პროდუქტები რაც თითქმის ყველა საცხობში ალაგია ეს კრემი. ვერცხლის კრემი. ალაგია და უნდა იცავდნენ და ალბათ იცავენ კიდევაც მე ხარ შემიძლია წინასწარ თქვა რომ არ იცავენ ჰიგიენის და დამზადების წესებს არა და იცავდნენ აუცილებლად ეს მოკეთდებოდეს ხელთათმანით შემთხვევით ხელზე სანიტარული პასპორტი იყო გახსოვთ ბატონო რა თქმა უნდა ხელზე თუ არის სტაფილოკოკმა საშინელი კრემში იცის საშინელი ინფექცია უსვათ მრავლდება. არც ჭრილობა არ უნდა ქონოდა და რა თქმა უნდა ხელი დაუზიანებელი უნდა იყოს ჯერ ერთი და მეორეც და უნდა ეს ხელთათმანებში არ არის ეს უცხო რომ შეიძლება ეს უნდა ამას ყურადღება უნდა მიაქციან თვითონ ობიექტების ხელმძღვანელებმა და სპეციალურმა სანიტარულმა სამსახურმა. წესით კვების ობიექტებს უნდა ემსახურებოდნენ ეპიდემიოლოგები. ეს კონტროლი მაინც უნდა იყოს. მარტო სამედიცინო დაწესებულებებისთვის არ უნდა იყოს ეს სავალდებულო, იცით? კვების ობიექტი ეს არის პირდაპირ ეპიდემიოლოგიური სამსახური უნდა იყოს იქ ჩართული, რომ მიდიოდეს კონტროლი, სანიტარული ზედამხედველობა უნდა მიდიოდეს ძალიან ინტენსიურად განსაკუთრებით ზაფხულის ცხელდღეებში. კი ბატონო. ხო. შრომის უსაფრთხოების სამსახურის წევრს თხოვენ ყველა ორგანიზაციას და შრომის უსაფრთხოება, მაგრამ ეპიდემიოლოგია კიდევ თლად საინტერესოა, ხო? კი ბატონო. რამდენიმე დღის წინ ჩვენი პატარა ასე ვთქვათ კლინიკა და კლინიკის ერთგული გუნდი ერთად ვიყავით სამოგზაურო წასული ქალაქგარეთ, მოვილოცეთ სხვადასხვა სიწმინდეები საქართველოსი და როგორც ყველა პატიოსან ასე ვთქვათ დიპლომირებულ თბიან ექიმს ეკადრება, ჩვენ მაშინათვე ვიფიქრეთ იმაზე თუ როგორ უნდა ყოფილიყო ჩვენი მენიუ დაგეგმილი და ვარჩიეთ ყველაზე სწორი ვარიანტი. ჯერ ეს ერთი
რომ ესე იგი ჩვენ არ წაგვიღია მალფუჭებადი პროდუქტი. ეს მინდოდა მეთქვა. აღარ არის ეს. წავიღეთ ეს სულ ხარ საქმე. მშრალი ნახმები კი ბატონო. მშრალი, ხო, მშრალი ორწყობილები, ეს იქნება მარილიანი ჭხირები თუ რა, მანამ სანამ მივიდოდით კვების ობიექტთან და კვების ობიექტი წინასწარ იქნა შერჩეული, ამას უნდა მიექცეს. კი ბატონო, ეს რჩება ერთ-ერთი სერიოზული რჩება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მოზარდები მიყავთ ექსკურსიებზე, ბევრი სკოლა არჩევს ხოლმე წაიღოს საკვები და მე ხშირად ხდება იქ ბავშვების მასიური მოწამვლის ფაქტები, იმიტომ რომ ავტობუსში არ უძლებს ტემპერატურულ ასე ვთქვათ, თან რამდენი ხო, ეხლა შემწვარ ქათამს რო წაიღებ და 4 საათიანი ბუნებაში მირთმევა თან სადაც ბუზებიც არის, ყველაფერია, ხო, ესე ვთქვათ. არ არის, სორი მიდგომა. შესაძლებელია რომ ზოგს 8 საათი ამგზავრებს ხოლმე ხორცს. დიახ. რომ წვადი უნდა შეწოს ბუნებაში, მაინდა-მაინც. იგივე ნამცხრების მგზავრობა. ხო, იგივე ნამცხრები და ეს მანამ იქამდე მივა და მანამ ნაკვერცხალამდე მივა ეს ხორცი 8 საათი სითბოშია და ჩვენზე უარესაც ცხელა მას. კი ბატონო, მით უმეტეს პიკნიკებს ვინც მართავს ღია ბუნებაში, მინდა უთხრა იმათ აუცილებლად, რომ საკვები პროდუქტები დაწყობილი თან საათების განმავლობაში. აქედან კი არ უნდა ატაროთ, უნდა ჩავხვიდეთ და ისეთ ადგილ სადაც მიდიხართ, დაუშვათ, ხო? ყველგან არის. დღეს უკვე ძალიან ბევრი არის. ხო, ბაზარიც არის და მაღაზიაც არის და ყველაფერი. სპეციალური ასორტიმენტი თქვენ სწორებდანით შეიძლება შეირჩეს ისეთი საკვები, რომელიც შედარებით უფრო უძლებს ტემპერატურულ ცვალებადობას, თუმცა მაინც მე ვფიქრობ, რომ ასეთ ცხელ დღეებში მithumetes, როდესაც მწვადი მიაქვს ბუნებაში შესაძლოა. გამომცხარლობიანი 8 საათი რომ ამგზავრებ, ის ლობიო ამჟავდება ელემენტარულად და მე ეს ბავშვებს უნდა აჯამო, ხო? კი ბატონო, მე ესეთ სუფრას ცოტა ხნის წინ შევეცარი, როდესაც რესტორანში გარეთ ვერანდაზე იყო რამდენიმე დღის წინ წვეულება, სადაც დღის ბოლოსკენ საკვები პრაქტიკულად მithumetes მაიონეზიანი სალათები და ესეთი საკვები მალფუჭი პრაქტიკულად ვეღარ უძლებდა უკვე ვერანაირ ნორმატივს. მithumetes წელს ცოტა გავნებივრდით იმით, რომ შედარებით უფრო გრილი ზაფხული გვაქვს, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ კვების პროდუქტების შენახვის ვადა. აი, მაგალითად, ძალიან ხშირად გაგივლიათ ალბათ ექსკურსიაზე და უკვე რომ მიუახლოვდები ობიექტს, რომის დასათვალიერებლად, იქ ახლო-მახლო არის ვაქირავებ მაგიდას. დიახ. ესე იგი, მაგიდას ვაქირავებ, რა უნდა დააწყო იქ? ესე იგი, სახლიდან მოგაგ ამ ხსიძე მანძილზე, ხო? კი ბატონო. თბილისიდან წავედ დაუშვათ ახალციხეში. დილით გავდივართ ჩვეულებრივ 150 კილომეტრია, დილით 8 საათზე მიგაგ მოხარშული ქათამი და იქ უნდა ჭამო. დე. და მე მთელი დღის განმავლობაში მე ჩამოდიხარ და წუწუნებლად ცუდად ვარ, აბა ეხლა რა გამოვა. კიდე ერთი ისე თქვა სირთულე, რაც ექსკურსიაზე მიმავალ დამცველებს აქვთ ხოლმე, ეს არის წყლის სისუფთავე, იმიტომ რომ საუბედუროდ საქართველოში ყველგან არ არის ერთნაირად წყალი კონტროლირებული და მე ვიცი ხშირად გამიგია მშობლებისგან ესეთი ფრაზა, რომ აი დასავლეთ საქართველოში რომ მიყავთ ბავშვი ან აღმოსავლეთში ან სადღაც კონკრეტულ სოფელში ცოტა უფრო პრობლემები ეწყება და ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ იქ ჭისყალია დამნაშავე ან რაღაცა, იმიტომ რომ მე მახსოვს სკოლის სახელმძღვანელოში ბატონო ზაქარი იყო ესეთი სურათი, როგორ უნდა გაკეთდეს ჭა. რომ იყოს სწორი. ალბათ თქვენ ცოტა უფროსი ხართ, თქვენს გახსოვთ ეს სურათი, რომ იქ მეზობლის ტუალეტის წერტილი არ უნდა ყოფილიყო, ხო და არ უნდა ჩაღრილიყო ამ დავუშვათ მიწისქვეშა წყლებში. ეს იყო ნორმები, რომლებსაც დღესდღეობით ცენტრალური კანალიზაცია ბევრგანაა გაყვანილი, მაგრამ მაინც არსებობს რეგიონები, სადაც უწევთ ესეთი ჭისყლის მოხმარება, რომელიც ასევე მოითხოვს. კი ბატონო, და რაც მთავარია კიდევ უნდა მიაქციოთ ბავშვებს ყურადღება, რომ არ ჩახლაპონ ზღვის წყალი. კი ბატონო. სხვათა შორის ზღვაზე მიმდინარე დიარეის ესეთი პროტოკოლი ვნახე სპეციალური, ანუ რა პირობები უნდა დაიცეს და პირველი პუნქტები რო იწყებოდა, იქ იყო ტემპერატურის მიზეზები რა იწვევდა ამ დიარეს. აი ჩამონათვალში ერთ-ერთი პირველი იყო ზღვის წყლის ჩაყლაპვა, რომელიც ბავშვებს თან ახალ ჩასულებს ახასიათებს, როცა ემოციაში არიან, როცა ახალი ნანახი აქვს წყალი და ზოგიერთი მშობელი აღგება და თამაშს იწყებს თავისი ბავშვით და მე ერთი კადრი გამახსენდა, ერთი ძველი კადრი 2006 წლის ერთ-ერთი
დიდი კაცი თავის შვილს როგორ ანარცხებს. გამახსენდა მე. კი ბატონო, აი მაგ ჩახტომიძეს ჩაგდებით და შეიძლება უცხოდ ბავშვი ჩახტომიძე ჩაღლაპავს, აბა რა იქნება. ტალღებში არავანაოთ ბავშვები და არსებობს იმისთვის ბავშვმა წყალი რო არ ჩაღლავს, ამისთვის არსებობს თუ არ იცის ბავშვმა ცულა. კამერები არსებობს სპეციალური არ ყურყუბენავსი. კიდე ერთი ძალიან საყვარელი პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, ეს არის ნაყინი. ესე იგი, წელიწადი ისე არ გავა ბატონო ზაქარია დაკვირვებული ვარ, რომ რაღაც ინფორმაცია მაინც არ გაცოდეს, რომელიღაც ნაყინში, დაუშვათ კონტროლმა აღმოაჩინა ესა და ეს ჭირები იყო თუ რაღაცი გამოწვე. ნაყინი არის ძის პროდუქტი, კლასიკური პროდუქტი, რომელიც საჭიროებს მუდმივად ეს არ შეიძლება აი იმ შემთხვევაშიც კი როცა დენის პრობლემაა დაუშვათ რეგიონის რომელიღაც მაღაზიაში დენი მოდის მაცივარი ღვება მე ისე ვიყინება ესეც ტრაგედია იმიტომ რომ ნაყინი ძალიან ნატიფი პროდუქტია და ვერანაირად ვერ უძლებს ასეთ ტემპერატურულ ცვალებადობას და ძირითადად პატარებს უყვართ ხომ მართალია ეს ნაყინი და მოწამლის ნაყინი თუ გავვა ის უნდა მე გადააკეთო რა ის მე ხელმეორედ გაყიდვა როგორ შეიძლება ხო მაგრამ როცა ითიშება დენი ბატონ ზაქარია მე დიდი ალბათობით ვიცი რომ ხდება მათი ისევე შეგუნება ასევე ძალიან საინტერესო მოვლენა არის ხილი და ხილდამი და განსაკუთრებით გამოყო ცალკე თემა რომელიც ქართველებს ძალიან ხშირად გაგვიგია საზამთროთი მოწამვლა ეს მოწამვლის ეს სახეობა მოწამვლას ეძახის ხალხი ინტოქსიკაციის ეს სახეობა არა მარტო იმ სასუქებზე არის დაფუძნებული, რომელიც დღეს ან აგრესიულად გამოიყენება სოფლის მეურნეობის პროდუქტებში, არამედ მე მგონია, რომ სხვათა შორის აი გუშინ წინ ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტების ქსელში იყო აქცია საზამთროზე, სადაც მე ნახე საზამთროები გაჭრილი საზამთროები, რომელიც ისე ლამაზად იყო შეფუთული ერთჯერად პარკებში. რამდენი დღის წინ იყო გაჭრილი? ხო, ბატონ ზაქარია, ეს უცხოური მოდელი აქვს გადმოტანილი, მაგრამ იქ არის მთავარი პირობა საზამთრო აუცილებლად უნდა იყოს კარგად გარეცხილი და მერე უნდა გაიჭრას. რაც მე ძალიან მეეჭვება, იქ მიწიან საზამთროებს შორის იყო ეს საზამთროებიც ჩაწყობილი, გაჭრილი საზამთროები, რომელიც ლამაზი წითელი ფერით გიზიდავდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ იყო გარეცხი, იმიტომ რომ ისეთი გარემოცვაში იყო შეუძლებელი იყო, რომ ვიღაცამ გარეცხა და მერე დავუშვათ ეს. აი საქმე რაშია იცით, საზამთრო დღეს იმდენად ძვირი ღირს, რომ თლიან საზამთროს ადამიანი ვეღარ ყიდულობს. თან ბატონ ზაქარია ძალიან დიდი საზამთროებია წელს, უბრალოდ ესეც რაღაცა პარადოქსია და უცნაური ფორმის. სხვა შვილს რაც უფრო დიდია საზამთრო, მით უფრო გემრიელია. მართალია იგიც რაღაც რანგისეთი საინტერესო მაღაზიაში ხუმრამ ასაკოვანი მამაკაცი იყო და მე მივაქცია ყურადღება არჩევდა საზამთროს და ყველა იყო უცნაური ფორმის და თქვა რომ ესეც როგორ შეიცვალებო ჩემ ბავშვობაში გამოთქმა იყო საზამთროსავით მრგვალიაო ყველანაირი ფორმა იყო მოოთხკუთხე და ოვალური რაღაც კვერცხის ფორმის უცნაური და კიდე არის ერთი საინტერესო დეტალი რაც საზამთროს ახლავს ეს არის ძალიან დიდი რაოდენობით შხამქიმიკატები, რომელიც გამოიყენება მის დასამწიფებლად, მოსაყვანად და ის თუ არ არის გარეცხილი ის საზამთრო? კარგი გარეცხილი. ეს გარედან კოხტას შხამქიმიკატები დანით შეგა პირდაპირ შიგნით. გასინჯვა როცა უნდა დამოჭრიან, ხო სასწაული ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ პირდაპირ ჩადის საზამთროს გულში და მე იქ წყალია და წყალი დიფუზიით ესე ავრცელებს მთელ იმაში საზამთროში. შხამქიმიკატები არა მარტო საზამთროში, არამედ ყველა იმ მაგრამ განსაკუთრებით სენსიტიურ პროდუქტებში არის დასახელებული საზამთრო, ნესვი კიდე იმდენად არ ეტყობა, ნესვის დეგუსტაციის ფენომენი ესე ის არ არის და მარწყვი. მარწყვი ჩემ ბავშვობაშიც მახსოვს ითვლებოდა და დღესაც ყოფილა ნიტრატებს იწოვს პირდაპირ მარწყვი. მე დიდ სუფრებზე თუ რამე შხამია და ლეღვი. ლეღვიც ხო არა ბატონ ზაქარია. მე ვაფრთხილებ ხოლმე ჩემ პაციენტებს, ასევე ძალიან სახიფათოა ყურძენი. ყურძენის გარეცხვა დიდ სუფრებზე მით უმეტეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ფაქტიურად ტევანი ფუჭდება. და აი სადაც ყუნწი არის დამაგრებული ყურძენზე ძალიან ხშირად არის ხოლმე საწამლავის ან შესაწამლი ნივთიერებების კვალი. ამიტომაც რო გაგიგიათ რომ აი ღვინოს სვამდი და ყურძენი დავაყოლე და ამიტომ მოვიწამლე, ხანდახან ეს კი არ არის მისესი დაყოლება ან მიყოლება, არამედ ის რომ უბრალოდ სუფრაზე როცა მithumetes ნასვამი ხარ შეიძლება ვერ გააკონტროლე, უბრალოდ არ იყოს ყურძენი კარგად გარეცხილი და ერთ-ერთი ეს ერთი და მეორეც ისა თვითონ ყურძენი ძალიან მალე თუ ესე გაგრძელდა მენახების შეწამლა როგორც ესეთი ინტენსივობით როგორც ახლა წამლავენ თითო მოსავალი ხა მე რაიონში მიკითხავს კახეთლებისთვის რომ აი რამდენჯერ წამლავ
16-17 ჯერ და 18 ჯერ რომ ერთი მოსავალი რომ 18 ჯერ თუ არ მოიწამლა ამდენჯერ რომ მეუბნება მოსავალს ვერ ვიღებთო და ყოველ წლით იწლობით კიდე უფრო მეტჯერ ხდება შეწამლა და ერთი რამეც მინდა იცოდნენ ჩვენმა მევენახეებმა და მოსახლეობამაც დღეს ხურძაც გარედან რომ წამლავთ წინა რომ მოდის ის საწამლავს რეცხავს და ჩააქვს მიწაში და დღეს თუ გარედან არის შეწამლული შემდეგ მოსავალზე იმას მოგცემს უკვე შიგ ნაყოფში მიწიდან გამოიტანს და უკვე ნაყოფში ვექნება და ერთი ნიადაგს ანადგურებს ეს ხამქიმიკატები მე ვფიქრობ რომ მოსახლეობამ რაღაცნაირად უნდა დაუბრუნდეს არც ნიადაგი აღარ გაფუჭდება ამ ხამქიმიკატებით თვითონ მოუსავლიანს ხდის მიწასაც დიახ ზღვარზე ამუშავებს ხო და ამიტომ ვფიქრობ რომ უნდა დაუბრუნდეთ იმ ძველ წესს შეწამლის აბსოლუტურად უვნებელი შესაძლებელი ნივთიერებებით რომელსაც ვეძახდით ჩვენ შაბიამნასაც შაბი და მით იწამლებოდეს და კირით და უშუალოდ ათეთრებდნენ ხოლმე ხეებს ალბათ გახსოვთ მახსოვს კაკლის ხეები იყო ძალიან რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს იცავდა ჭიაღვისაგან და ნაყოფი აღარ ფუჭდება რომ ვეღარ ადის იმ ხეზე ეს რამდენიმე დღის წინ ბატონ ზაქარია მოგახსენებათ ესეთ გერმანიაში ვიყავი და იქ ნახე ზუსტად ჩვენი თელავის ტრაგედია დაემთხვა ამ პერიოდს როდესაც ეს ძალიან დიდი წყალდიდობა აღარ ერქვა ამას უკვე რა ვიცი რა იყო ხვარცოფი იყო და ესეთი ამოყრილი ყურძნის თვითონ ვენახები იყო პირდაპირ საშინელი მძიმე საყურებელი იყო ვაზი კი ბატონო ადიდება და ძალიან ისე იმ რეგიონში სადაც ჩვენ ვიყავით იყო მეღვინეობით და ასეთი მევენახეობით განთქმული რეგიონი და იმასაც ეთყობა ძალიან ახლო მიტანეს რეპორტაჟი დაიწყო ძალიან საინტერესო ფრაზით თბილისში საქართველოში მუსიკალური ქალაქი თელავი ეს ძალიან მესიამონა იმიტომ რომ მე მგონი ძალიან დიდი ის გააკეთა ქართულმა კულტურამ რომ სოფლიოში ესე დააფიქსირა ჩვენი ქალაქი თელავი როგორც მუსიკალური ქალაქი ჯერ ერთი რატო ეს კალუტონი ლიანას ალბათ მე მგონი ისაკადის პერიოდიდან კი ბატონო მაგრამ კიდე მეორე მიზეზი აქვს დიახ თელაველები სიმღერით ლაპარაკობენ ტარარირარა კი ბატონო ზაქარია მე მგონი რომ გადაცემის მერე ცოტა დაგუკავშირდებიან სხვა კახეთის არა ხო სიმღერით მელოდიური საუბარი იციან კი მღერამღერით ლაპარაკობენ მართალია მე მყავს ნათესავები კახეთში ჩემი დიდი მოკითხვა მათ და დიდი სიყვარული და მე ვნახეთ ასე ვთქვათ გერმანიაში ულამაზესი ის რაინის სანაპიროზე ღვინის ვინახები გაშენებული თეთრი ყურძენი აქვს თოხონთით ესე ჩვენი წითელი ყურძენი ვერ მოყავთ და სულ მინდოდა რომ აი ქართულ ინგლეხებსაც ენახათ ვისაც იმედი აქვს დაკარგული იმიტომ რომ ეს ითვლება ძალიან ძვირიან ასე ვთქვათ ინვესტიციად რომ ესეთი ულამაზესი წკრივებად ჩაწყობილი ვენახები აქვს იმ გერმანიაში სადაც ნიადაგი საერთოდ არ არის კი ბატონო და ჩვენთან კიდე რომელიღაცა მთელი გერმანიის ტერიტორია ძირითადად არის სულ ქვიშა საძირკველსაც ვერ აკეთებენ იმდენ სულ ქვიშაა ძალიან ისეთი ტექტონიკა ძალიან უვლიან თითოეულ მტევანს თითოეულ ყურძენს და ეს ძალიან სასიამოვნოა და ჩვენი აქედან 90-იან წლებში გემებით გაქონდათ 90-იან წლების ბოლოს გემებით გაქონდათ ნიადაგი ისრაელში კი ბატონო ის ისრაელი ცნობილია იმით რომ ძალიან ნაკლებად ჭრიდნენ ნიადაგს და გემებით გაქონდათ და იქ აკეთებდნენ რატო გაქონდათ მაინდა-მაინც აქ სხვაგან ნიადაგი არისო განსაკუთრებული ნიადაგი იყო საქართველოში და სამაგიეროდ ჩვენმა გლეხობამ და ჩვენ გლეხობას შესთავაზეს უსაშილესი შხამქიმიკატები და ამ შხამქიმიკატებით გაანადგურებინეს ის დარჩენილი ნიადაგი. როგორც ვიცი, რამდენიმე წელი გაჭირდება მათ განეიტრალებას, ასე ვთქვათ. რამდენიმე წელი, რამდენიმე 10 წლეული. 10 წლეული. კი ბატონო, და როცა ვენახზე და ვაზზე ვსაუბრობ, და იმ სეზონურ საკვებზე არ უნდა დაგვაუწყდეს ყველაზე დიდი პირმშო, ღვინის გარდა ვენახს რაც აყავს, ეს არის ის, რითაც ქართული კულტურის მემკვიდრეობათ არის უკვე შეფასებული, ეს არის ჩურჩხელა ჩვენი ნაციონალური საკვები, რომელიც თანაბრად უყვართ პატარებსაც და დიდებსაც,
რომელსაც ყოველთვის მოუწოდებ მე როგორც ნუტრიციოლოგი, რომ ესე ქუჩაში ნაყიდი ჩურჩხელა, რომელიც გარედან არის დაბინძურებული, უნდა გასუფთავდეს აუცილებლად და მერე მივირთვათ და ჩირეული, რომელსაც ყოველთვის მოუწოდებ ხოლმე, რომ მურაბების და კომპოტების ეპოქა თავდება, ასე ვთქვათ, და დღეს უფრო კარგ საკვებად ითვლება ჩირეული და მე ბატონო ზაქარია ირანული კომპანიის სპეციალურად რაღაც საღამოზე ვიყავი დაპატიჟებული, სადაც იქაური ჩირეული გამასინჯინეს. არის ზოგიერთი სახეობა, რომელიც ჩვენთან მოყვანილ ჩირზე უფრო ტკბილი გამოდის, მაგრამ მაგალითად ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის აღმოჩენა ის, რომ არსებობს ტყემლის ალუჩის მაგვარი მცენარის ჩირი, რომელიც საინტერესო იქნებოდა, რომ ტყემლის ვერ იქნებოდა ირანში, იმიტომ რომ საქართველოს ენდემური მხარე არის. კი ბატონო. იქ არ მოდის. საინტერესო მსგავსი, იმიტომ თქვი რა, თუმცა ძალიან საინტერესო არის ის, რომ ეს ქვეყანა არის მდიდარი აი ამ ზუსტად ჩირეულის გაყიდვით და ჩვენთან ეს კულტურა აქვს ჩირის, იმიტომ აქვს ეს ჩირის კულტურა, რომ იქ ძალიან ცხელა და ძალიან მალე ფუჭდება იქ პროდუქტები და სპეციალურად ინდოეთში მე მიმიქცევე თბილისში ყურადღება მთელი რიგი უბნები არის, სადაც არის შავი თუთა დარგული, ეს ალბათ არ ვიცი 60-იან წლებში როდის დაირგო თბილისში მე არ 60-იან წლებში ხო ძალიან კარგი ხეა თუთა ძალიან ძლიერი საქმე მაგრამ ძალიან ბინძური არის მანქანებისთვის მანქანებისთვისაც და ფეხით მოსიარულეები ვინც ვართ და მით უმეტეს ძალიან ცუდი მძაფრის უნირჩება როდესაც ჩამოიყრება თუმცა რა თქმა უნდა ამ ხის ესე განადგურება არაფრით არ შეიძლება იმიტომ რომ ძალიან კეთილშობილი ხეა და თან ყველაზე მთავარი თუთა არის მოვიდა ის დრო, როდესაც საქართველოს იბრუნებს აბრეშუმის. ჩემმა ბავშვობამ გაიარა კოსტავას 75-ში. დიახ, კოსტავაზეც არის ხო თუთები. იმ ეზოში შიგნით. არ ვიცი ხა ზუსტად რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ ათეულობით თეთრი ბალი იდგა ჩემ ბავშვობში. ეზოში ბატონია. ერთი 8 დიდი ნუშის ხე იდგა. ვაშლების ხე. ნუშები ხა ტექნიკუმის ნაყოფი. თუთა ლეგვის ხე გქონდა. და შენერი ბაღი იყო და ამ ბაღს თავისი მებაღე ყავდა, რომელიც ცხოვრობდა ერთ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, რომელსაც ხელფასს იღებდა სახელმწიფოსგან ამ ბაღის მოვლისთვის და დროულად რწყავდა, დროულად ბარავდა და ფანტასტიკური დღეს რა ხდება? დღეს რა ხდება? დღეს ისე ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ის ხეები, აღარც ის ბლის ხეები, აღარც არაფერი არ არის იქა, ნუ არის ხეები დგას, მაგრამ არაფრის მომცემი ხეები. ბავშვები პირდაპირ ხეზე ცოცვას ვსწავლობდით ეზოშივე. ხო, არ ვაცდიდით დამწიფებას და ეს უნდა იყოს, როგორ არ უნდა იყოს, აბა ის უარგის ხეები როდგას, ვითომ დეკორატიული ხეები არც ჩრდილი აქვს, არც საგ, არაფერი არ აქვს. უნდა რატომაც არ უნდა იყოს, უნდა იყოს და მოსავალსაც უნდა იღებდეს. ერთ-ერთი პოლონელი ნუტრიციოლოგის გამოსვლას უსმენდი ერთხელ და თქვა ისეთი ფრაზა, რომ როდესაც გავიზარდეო, მე ჩემი სახლის წინა იყო ესეთი ფეროგუწყვები, სხვადასხვა ხეები იყო დარგული, რომელიც მოსავალს იმაშობოდა, იძლეოდაო და რომ გავიზარდეო, მე აღმოაჩინე, რომ თურმე ბალი გარეცხილი უნდა მეჭამო. ნუ რა თქმა უნდა, ხუმრობ გითქო, პირდაპირ ხეზე ვჭამდითო ბავშვებიო. და არაფერს არ მოგდიოდა და რატო? იმიტომ რომ ამდენი წყლის გამონაბულქი, ამდენი მანქანის გამონაბულქი არ იყო მაშინ და არ ბინძურდებოდა ეს. ის ფაქტიურად. აი ხა ბატონო ზაქარია. ეგ ცოტა ისეთი თემა, ნაკლებად სავარაუდო. ხო, მაგრამ ნუ ხილის მაინც ხო იყო ფრინველები გადამფრენი და უშოთ მათი ასე ვთქვათ გარეცხოს ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა. თუმცა თქვენ მართალი ხართ, ეხლა გზის პირას გაზრდილი ხეები, აი მინახავს სადღაც რომ მიდივართ და დედა გააჩერებენ მანქანას, გადმოდის დედა და კრიფავს იქვე ხილს და კატასტროფაა ხო მართალია. 100 კილი მინახავს, ოდესაც დაუკრეფავთ ესე გზის პირას. ეს არის უკვე ტყვის პროდუქტებით ჭერამი, დიდარი. ჭერამი, რომელიც სარტიჭალისში მანამ შეხვალ, მან ჭერმის მთელი ხეები იდგა ხოლმე და კრებდა ხალხი. აი ლეღვი თქვით, ლეღვი საკმაოდ ბევრია სხვათა შორის. ლეღვი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ხილია, იმიტომ რომ ძალიან ცუდი რაღაცები ამოაქვს მიწიდან და ძალიან ეკოლოგიურად, ძალიან დაცულ ტერიტორიაზე უნდა იზრდებოდეს ლეღვი. ლეღვი არის სანიტარი, აი მიწის და ეს შხამები და ისე ძიმე მეტალები ამოაქვს. ამ დროს ლეგვის
ჩირი ჩვენთვის ერთ-ერთი სერიოზული ის არის ბავშვთა ყოფაში, როდესაც და უნდა იყოს ის ლეღვი, უნდა იყოს დარგული აბსოლუტურად ეკოლოგიურად სუფთა ნიადაგზე. ბატონ ზაქარია, საინტერესო ის არის, რომ დღეს ეს კულტურა უკვე ვითარდება საქართველოში, ბერმა აიყვანა, ასე ვთქვათ, ბიზნესის რანგში, დღეს არსებობს ჩირეული ქართულ ბაზარზე, რომელიც აქვეა, ასე ვთქვათ, დამზადებულიც, გამშრალიც და ეს ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ხილის შენახვის ძალიან საინტერესო მეთოდია, ბევრად აჯობა მურაბის და კომპოტის სახით მათ შენახვას. ხო, მაგრამ მურაბას თავისი ადგილი აქვს. არა, რა თქმა უნდა, ის გასტრონომიაში უფრო და ის სამედიცინო თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დაჩილებული და ეს გამშრალი ხილი, მე ვფიქრობ, უფრო მეტად ინახავს კი ბატონო თავის თვისებებს ჩირი, მაგრამ და საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაც არის სეზონები, როდესაც მურაბები არის. მურაბები არის. იაფი სიამოვნება. იბადა შაქრის ფას მოუპე, ისე მოიმატა, რომ მურაბაც ფუფუნების რანგში გადავიდა. ეხლა ძალიან საინტერესო თემაზე გადავიდით, მე და ბატონ ზაქარია მურაბა და კომპოტი ვახსენე და აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ კონსერვირებული პროდუქტები, რომლებიც ძალიან დიდი ხანი აღარ გამეკო ბოტულიზმის შემთხვევები და სულ 2-3 თვის წინ ისევ გავიგეთ თბილისში იყო ესეთი ფაქტი, საქართველოში მოწამვლის ოჯახური ფორმა იყო იქაც. ეს არის კონსერვირებული პროდუქტთან დაკავშირებული დაავადება, შენახულ პროდუქტზე ხოვთანაც ბოტულოს ზევს ნიშნავს საერთოდ და ასეთ პერიოდში ურჩევთ ხოლმე მოსახლეობას თავი შეიკავონ. ეგრეთ წოდებული ლორებისგან თევზი, რომელიც არის შებოლილი ტექნოლოგიით დამზადებული და რა თქმა უნდა კონსერვები, მით უმეტეს მაშინ თუ მათი ვიზუალური სახე არ მოგწონთ, ეს საერთოდ კატასტროფაა. თუმცა ყოველთვის ჯერეთი უნდა დახედოს ადამიანმა ვათას. პირველ რიგში. პირველ რიგში. რომდენმე აქვს ვათა. დიახ. დაკონსერვებული რკინის ქილებში დაკონსერვებული პროდუქტები, თევზეული და პაშტეტები და მოტოშული ტუშანკებს რო ეძახიან ხორცის პროდუქტები საკმაოდ დიდხანს ინახება სხვა შორის და დიდი აქვს შენახვის ვადა და ამდენად არ არის სახიფათო. სახში ბინაში რო აკეთებენ დაკონსერვებას. ამდენად არის დაკონსერვებული ის კიდევ ერთმა იცის. და ზუსტად ესენია, რომელიც გვაძლევს აი ბოტულიზმის შემთხვევებსაც და ასე შემდეგ. ძირითადად ეს არის ბადრიჯანი და დანდური. ხო, დანდური ძალიან ხშირად. ძალიან საშიშია დანდური. რატო? იმიტომ რომ დანდური ფაქტიურად მიწაზე იზრდება. დიახ. და ის ნებისმიერ ადგილას სარეველად იზრდება და რა ადგილას იზრდება კაცშვილმა არის. და ის არის ძალიან ძნელი გასარეცხი. და ეს არის მეტი არაფერი, უბრალოდ ძირითადად რა შეჭამი დანდური. როცა ესე იგი, რამდენიმე პირობა უნდა იყოს, კარგი გარეცხილი, დუღილი უნდა იყოს შესაბამისი ნორმის, მე გახსნის შემთხვევაში არ უნდა იყოს ბომბაჟი თავი აწეული, რაღაცა თვითონ ვიზუალურადაც ჩანს ხოლმე ზოგჯერ. თუ არა და შეიძლება არ ჩანდეს ვიზუალურად და მაშინ როდესაც საეჭვო მინიმუმ 40 წუთიანი დუღილი ჭირდება, რომ დაიღუპოს გამოწვევი. თუ ბოტულიზმი შეიცავს დიახ. შანსი არ არის რომ არ ქონდეს ბომბაჟი. კი ბატონო. და სასწაულის ის არის რომ ბოტულიზმის ჭხირი როცა არის შიგნით ის პროდუქტს სუნს არ უცვლის. სუნით ვერ ხვდები, დასვნა ისე კარგი სუნი აქვს და მიირთმევ და მე კარგად მეყოლა. ლოკაციასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მე მახსოვს ჩვენი სტუდენტობის პერიოდში, როდესაც ინფექციაში ქონდა პრაქტიკები, იქ ნახეთ შემთხვევა, როდესაც თევზი მიირთვეს გოგონებმა. ერთი უფრო მძიმე იყო, ერთი ლეტალური იყო შედეგი, რაოდენობა დაახლოებით ერთნაირი ჰქონდათ, მაგრამ იმის მიხედვით საკმაოდ დიდი თევზი ყოფილა შებოლილი, რომელ ნაწილთან ახლო უფრო მეტად ვითარდება. და ესე იგი შებოლილი რო არ ყოფილიყო ეს თევზი და მოხარშული ყოფილიყო და უშენ დაც არაფერი არ იქნებოდა. შებოლის შემდეგ ფაქტიურად თევზის შებოლის შემდეგ კანზე ისეთი აპკი კეთდება. დიახ. ისეთი აპკი კეთდება, რომელიც ფაქტიურად ჰერმეტულად
იცავს უჰაერო გარემო და უჰაერო გარემო ჭირდება. ბატონ ზაქარი, აი ხა ეს ფეხბურთის ჩემპიონატები რო იყო და რო არის რაღაცა თამაშები, ხშირად მინახავს მაღაზიებში ახალგაზრდები შემოდიან ლუდს და თევზს ყიდულობენ ხოლმე შემბულოს, ეს რაღაც როცა დიდი ხანი ზიხარდა, ასე ვთქვათ, გუნდის და ზაფხულში როგორც ვიცი, ჯერ ისედაც ლუდით საკმაოდ მძიმე დასალევია ხო მართალია, როცა ცხელა და მით უმეტეს, როდესაც ადამიანი ნასვამია ბუტულიზმის შემთხვევაში კიდევ უფრო რატომაც არის ესეთი ჭორი, რომ აი ალკოჰოლს თუ დააყოლებ, ყველაფერი ცუდი ნეიტრალდება, არა და ეს ასე არ არის ნამდვილად. და ეცო საკამათო საკითხია. გააჩნია ლუდი ნამდვილად ნაკლებად სპორტს, თუმცა ჩვენ გვყავს ძალიან სერიოზული, ხათოს გერმანიაშიც ნახე ესეთი ხალხი ლუდის ფანები, ასე ვთქვათ, კიდევ. გერმანელები არიან, რომლებიც ყველაზე მეტს სვამენ ლუდს, ჩეხებს გადაასწრეს. მე მკითხეს თქვენ როგორი ლუდი გაქვთ? ფანტასტიკური მეოთხარი. ხაშური შენი ლუდი არაფერს არ ჩამოუვარდება იქაურს, რომ ამას ბატონი ზაქარი ამბობს და მინდა ეს ამოჭრათ სხვა დიდმა მელოდიებმა და გამოიყენოთ რეკლამა. არა, რეკლამა გამომიყენება არა, უბრალოდ რა ვიცი, თვითონვე ამბობენ ისინი, რომ თუ ტექნოლოგია სწორად იქნება დაცული ჩვენთან წყალს, სხვა გემოაქვს, სხვანაირ წყალია და წყალი კარგი. კი ბატონო. ბატონ ზაქარი, ახლა შორის კოკა-კოლაზეც ამბობენ, რომ კოკა-კოლაში წყალსა განსაკუთრებული მე არ ვიცი შეიძლება ამოჭრათ ჩვენმა ხელმძღვანელმა ეს გადაცემიდან, მაგრამ მეც ქართული კოკა-კოლა ნამდვილად უფრო მომწონს გემს. და საერთოდ კოკა-კოლა ყველაზე არა საშუალო. ახალი ლუდი გაქვთ გასინჯული? ძალიან ახალი რომელი? აი, ახალი დამზადებული, როგორც ვიცი, თაში აკეთებენ კი არა? მე თაში მაქვს გასინჯული ალუდი. კი ბატონო. თუშური ალუდი. ხა ცოტა შორს დგას იმ ლუდებთან, რომელიც ქარხნულად მზადდება, მაგრამ საკმაოდ კარგი, სასიამოვნო დასალევია და ის რიტუალური სასმელია. ის იხარშე რომ მხოლოდ დღესასწაულებზე, ესე რომ ყოველ დღე დალიო თაში ხო, აბა. საინტერესო რამდენად შორია ისტორია ლუდის და რა ვიცი, იქნება ბოლოს ისეც აღმოჩნდეს, ჩვენთან დავიწყოთ. საქართველო არის პურის სამშობლო. დიახ, ალაუსვია და ესეთი რაღაცები. პურის სამშობლო თუ საქართველოა, მაშინ ლუდი პირველად საქართველოში მოიხარშებოდა აუცილებლად. ბატონო, გეტყვი. და ამას გამოკვლევა უნდა სპეციალურად, ჩაუჩნენ ამას ისტორიკოსები და უნდა დაგვიმტკიცონ ეს და მე ეჭვი მაქვს, რომ ქართულია ლუდი, სასმელი. აი, რასაც ვერ ვიტყვი, ვერასდროს არ აღწევ. არაღი არასნაირად არის ქართული სასმელი. მაგრამ ჭაჭა ქართულია ალბათ. არა. საერთოდ მონღოლებმა სადაც გაიარეს, ყველგან დატოვეს სპირტიანი სასმელი. ეს არის მონღოლური სასმელი. რუსები მონღოლების გადავლის შემდეგ პირველად რუსებმა მაშინ ნახეს რუსეთმა არაღი საერთოდ და ოგნენევა დასეძახდნენ. ცეცხლოვანი იყო მართლა. ხო. ეს არ არის ქართული კულტურა არაღი და არყის. მე ამაზე გული მткиვა დღეს რომ უყურებ, მაგრამ და ჭაჭა ბატონ ზაქარი ჭაჭა ხო ქართული ფენომენია, ყურძნისგან მიღებული პროდუქტია ხო მართალია ჭაჭა. კი ბატონო, ყურძნისგან მიღებული პროდუქტია. კი ბატონო, ჭაჭას უფრო ხორბლის არახს ხდიდნენ ხოლმე თაში. და პატარა სირჩებით სხვა. დასავლეთ საქართველოში ცენ ხილისგან გამოხდა, როგორც მინახავს ეს რადიც. რასაც სიტკბოა ყველაფრიდან შეიძლება ჭაჭის ჭერამი, ჭანჭური რაღაც ესეთები, ყველაფრიდან შეიძლება. ეთილიზაცია არის ის. ისგერად ჭარხლიდან ხდიან. კი ბატონო. და კიდე ანწლის არაღი სამკურნალოა საერთოდ. კი ბატონო. ორი სიტყვა ეს გასცემოთ ეს მიყვარს ხოლმე ბატონ ზაქარიას ისეც მოვაყოლებ ხანდახან რომ მე მეცალობ იმიტომ რომ ეს არა მარტო სამედიცინო ცოდნა, არამედ ეს ზოგადი ცოდნაა და რაღაცა ქართული ისტორიის ისეთი ნაწილები მაქვს თქვენგან მოსმენილი, რომელიც შეიძლება სახელმძღვანელოში ვერც კი ვიპოვოთ. ზაფხულის სეზონურ კვებაზე ვსაუბრობდით და გასტროენტეროლოგიურ დაავადებებზე და ძალიან ორგანულად გადავედით ალკოჰოლურ სასმელებთან ბატონი ზაქარია და ესეც მინდა თქვა რომ აქაც ისევე ალბათ ზომიერების დაცვა არის პირველ რიგში ხო მართლა. საქმე იმაშია რომ ზაფხულის თვეებში ალკოჰოლთან მიჭარბებულად და მოჭარბებულად ალკოჰოლის მოხმარება არასდროს არ არის ჯერ ერთი რეკომენდებული და განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში. ძნელი ასატანიცაა ხო? რა თქმა უნდა, ძნელი მოსანელებელია ეს ხო
გადაწვას იწვევს ადამიანის, იმიტომ ეს სიცხეში ახლა წარმოიდგინე 40 გრადუსია კიდე არ ახსოვდალოს ადამიანი, ახლა იმას აღარ უნდა შეეკითხონ, ხო? დიახ. ამიტომ არ არის უფრო სიმხარეებში და ცი პერიოდებში თუ მაინდა და რაც შეეხება საერთოდ სასმელი, რაც ნაკლებად და უფრო ზომიერად მოიხმარს ადამიანი, ის ჯანმრთელობის საწინდარიც არის გარკვეულწილად, ხო? იმიტომ ჩვეულებრივი პროდუქტია, უნდა ვიცოდეთ, რომ იმ ფრთიანი გამონათქვამის არ იყოს მეტის მეტიო, რეტის რეტიაო რა. და ეხლა დასასვენებლად რო ადამიანი დალევს αλკოჰოლურ სასმელს, ან სადღაცა სპორტულად რო წასული იქაო სასმელს გასინჯავს, მაგრამ თუმცა სტატისტიკით გასინჯვა სხვა არის და ამ პერიოდში ხშირად არის ხოლმე რომ ოჯახები ყავთ რეგიონებში, ახალგაზრდა მამაკაცები, მეგობრები იკრიბებიან და კი ბატონო, ხო და მე ზოგიერთ შემთხვევა ძალიან სავალალოდაც თავდება ხოლმე, ხო? იმიტომ რომ ვერ უძლებს გული, უზარმაზარი დატვირთვა. სიმთვრალე ჯერ ერთი ისედაც და მეორე კიდე ესეც ცხელამინდებში. კი ბატონო. აი ესეც ერთი ძალიან საინტერესო მოწოდება ჯანმრთელი ცხოვრების წესისკენ ბატონი ზაქარიასგან, ძალიან საინტერესო იყო, მართალია, მეც ვემხრობი, მეც ვიზიარებ, იმიტომ რომ ჭარბი ალკოჰოლი დღეს ბევრი პრობლემის მიზეზი ხდება და ჩვენ აი მოჭარბებულ ავტოავარიებზეც ბატონ ზაქარია დღე არ გავარ. ნუ ეგ რო არ თქვა ხო, ნუ ვეცაულიდით გვერდს ახლა, ნუ ალკოჰოლი და მანქანის საჭე ერთად ვერ ძოვენ ეს რამდენჯერ კი ბატონო და გასტროენტეროლოგიური პრობლემა კი არა, შეიძლება ლეტალური გამოსავალი. რა თქმა უნდა, რო შეიძლება. სხვა ადამიანის უბედურების მიზეზიც ხდება ზოგჯერ. საუბედუროდ ჩვენ ამის მომწერ თითქმის ყოველ დღე ვართ, თითქმის ყოველ დღე. სადაც დალიე დაუშვათ რესტორანში ხარ, ხო? დატოვე ეს მანქანა კაცო, იქ მოგიწია დალევა, დატოვე, არავინ არ მოგპარავს იმას. თუ რესტორნის ფულს იხდი, ტაქსის ფული აღარა გაქვს ადამიანო. გამოიძახე ტაქსი და ხიზელ ადამიანს მიანდე შენი ცხოვრება და შენ მივედი. და თან მარტო არც იხარ მანქანაში და სხვების კისხედან მანქანაში. ასე შეჩიგავია ხავს. კი ბატონო. დღე არ გავა ბატონ ზაქარია მიუხედავად იმისა, რომ კანონები ძალიან გამკაცრდა. ახლა ამბავი მოხდა, ხო, ეს გორში რომ მოხდა, იმაზე ვარ მე ესე დაზიანებული და შეიძლება. კი ბატონო, ბატონ ზაქარია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. პირველ რიგში, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის თქვენთან საუბარი ძალიან საინტერესოა და ბევრ ამას იგებს ხოლმე ჩემი მაყურებელიც და მეც არა მარტო მედიცინაზე, არამედ ერთი რამაც მინდა დავამატო, აი ამ ჩვენ ზაფხულის მოგზაურობები ახსენეთ დასაწყისში. არსებობს ესეთი სოფლიო დიაგნოზების რეესტრში არსებობს ესეთი დიაგნოზი მოგზაურთა ფაღარად, რომელიც არც ენტეროვირუსთან არის კავშირში, არც წყლის დალევასთან არ არის კავშირში, ეს არის ემოციურ გადატვირთვებთან უბრალოდ და ძალიან ხშირად ემართებათ ადამიანებს. აი ეს მინდა რომ ზოგიერთმა ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს, რომ გაკვირვებულები არიან და წყალს აბრალებენ ხოლმე და გადავფრინდები იქ სადღაცას და არა მარტო დიარეით, ბატონ ზაქარია, ზოგს პირიქით ეცვა. შეკრულობაც, ხო, ორივე გააჩნია რადონის ემოცია. კი ბატონო. და ეს ეპიზოდი ხანდახან ძალიან მალე გაივლის და არ არის ხოლმე ესეთი. ხო, და ეს არ არის საპანიკო, იმიტომ რომ ხო, დისკომფორტი რა თქმა უნდა. და ასევე ის ეგზოტიკური კერძებით ერთი-ორი სიტყვით რომელიც უნდა ვახსენოთ, ძალიან ბევრი ადამიანია მოყვარული, ახალი გემოთ მოყვარე, ასე ვთქვათ. ეხლა კითხვას ვშავ. შაურმა ეგზოტიკური აღარ არის ეგზოტიკური შაურმა მგონი უკვე ენდემურიც გახდება. ხო, არა, რატო ვიცი, ეხლა შაურმის გასასინჯად არ უნდა წახვიდე რა სადღაცას რა. იმიტომ რომ ჯერ ერთი რანაირად ვზადდება კაცო მე არ ვიცი მაქვს ამის უფლება რომ ვლაპარაკობ ამაზე ესე ანტირეკლამას რო ვუკეთე. ჩვენ კონკრეტულ ბრენდს არ ვასახელებთ, ამიტომ გონია ზოგადად კერძებს საუბრობთ და რატომ? იმიტომ რომ ეს არ არის ქართული საკვები რა. და როგორ ფიქრობს ეს ხალხი? ბიზნესის წესი არის რომ იაფად უნდა იყიდო და ძვირად უნდა გაყიდო. 35 ლარიანი ძროხის ხორცი ბევრში განკ
30 ლარიანი ვარიის ხორცია შიგნით. წარმოუდგენლად. ხო, რა თქმა უნდა, გაყინული უვარგისი პროდუქტებით მზადდება აპრიორში. აპრიორში ესე უნდა იყოს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება 9 კილოიანი შაურმა თუში 25 ლარიანი ხორცი დევს, შემწვარი ღირდეს 15 ლარი. ბატონო ზაქარი, ანალოგიურია სხვის დელიკატესებზე. თბილისში ახლა ჩვენ რომ დავიაროთ სუპერმარკეტები, ცოცხალ, ასე ვთქვათ, გაუყინავ ზღვის მიუხედავად იმისა, რომ ზღვის ქვეყანა ვართ. ფაქტურად ბაზარზე მისაწვდომი არის კალმახი, ორაგული და სულ რამდენიმე სახეობა ისეთი თევზები, რომლებიც ეხლა მაგალითად პანგასიუსი ჩემთვის ნუტრიციოლოგიურად აბსოლუტურად მიუღებელი თევზია. არა მარტო პანგასიუსი, კაცო, ეს კრევეტებიო და რა ვიცი, ასე რაღაცა რომ ხო, შევა შტაბიშტილება რომ ეს პროდუქცია იმდენად ექსპორტირებული იმდენი რაოდენობით, რომ რაღაცა ადგილობრივ ბაზარზე არ ვიცი, ჩვენი ზღვა ასეთი მწირია თევზეული თუ უბრალოდ თბილისამდე არ ხდება, თუ უბრალოდ ჩვენ არ ვეწავთ, რატომ არის ეს პრობლემა? მე უნდა შევეკითხოთ ეკონომიკის სამინისტროს. ხოთო ზოგადად ისეთი საოცრებაა, რომ გახვიდეთ და გინდოდეთ ზღვის ქვეყანა ვართ. დინარეები ძალიან ბევრი, ტბები, ყველაფერი გვაქვს წყლის. რატომ გვაქვს პრობლემები, რომ ჩვენ სუფრაზე მოხდეს ყოველ კვირა დავუშვათ ჯანსაღი თევზეული, მართლა არ ვიცი. მაინც რაღაც უნდა გამომტყუოთ ახლა ისეთი. არ მინდა პოლიტიკური მიმართულებით წავალთ, ვიცი, იმიტომ რომ აშკარად ვიღაცას არ აწყობს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გვითხრეს პირდაპირ. და ვეუბნებიან რომ უნდა იყოთ მომხმარებელი ქვეყანა, არაფერი არ უნდა აწარმოოს. ზოგადად დამთავრდა. კი ბატონო. წარმოება არ არის პრიორიტეტი დღეს. არ არის. კი, ვლაპარაკობთ, რამდენი ქარხანა უნდა გავხსნათ, ამდენი, მაგრამ არ არის პრიორიტეტი წარმოება. მაინც თქვი. აი ეს არის. კი ბატონო, თუმცა თევზეული ზაფხულობით ქართველებს არასოდეს არ უყვარდათ მიერთვათ, იყო ესეთი გამოთქმაც კი იმ თვეებში, სადაც რვარურებიო, თევზი არ უნდა მოხდეს. სწორია, რატო? იმიტომ რომ ამ პერიოდში მაისიდან იწყებს ქვირითობას. დიახ. ქვირის ყრის და ამთავრებს ქვირითობას თევზები ძირითადად აგვისტოს ბოლოსთვის და დააცადე ადამიანები, ანუ დაყაროს ეს ქვირითი და გამრავლდეს თევზი. დიახ. ეკოლოგიას იცავდნენ. და იმიტომ იყო მეთევზეებში არის განთქმული. რატო არის რომ დღეს მონადირეთა კავშირი ნადირობის სეზონს 20 აგვისტომდე არ ხსნის? კი ბატონო. იმიტომ არ ხსნის რომ პატარა ლაპები ყავთ იმ მწყერებს, რომლებიც უნდა დაზარდონ, დააფრთიანონ და მერე კი ბატონო დაჯექი და ინადირეო, რომ არ განადგურდეს. კაი რაღაცა გამახსენეთ, კარგი, ძალიან კარგი ბატონ ზაქარია, მე Facebook-ზე მაქვს გამოწერილი ლაგოდეხის ეროვნული ნაკრძალი და თითქმის ყოველდღე დებე ხოლმე ვიდეო ხაფანგით გადაღებულ ვიდეოებს, რომ ჩვენ წლებში დააბრუნდა ისეთი დიდი ძუძუმწოვრები, როგორიცაა შველი, իրენგაცი სასაოცრებაა, რომ წეში და ხედავთ ხოლმე. ლაგოდეხში ეს ხო, ლაგოდეხში დაბრუნდა. სხვა შორის ერთი პერიოდი ჩრდილო კავკასიიდან იქნა ძალიან ბევრი ნადირი გადმოვიდა თავისი ჩრდილო კავკასიიდან ყვარლის მთებში, როდესაც ჩეჩნეთს რომ ბომბავდნენ და რომ იყო ერთი ამბავი და ბათხაბუთქი რომ გავდოდა. ალბათ აქედანაც მიგრაცია მაგის გამო მოყვა. რა თქმა უნდა, ეხლა ყოველ დღე რომ ავტომატის კაკანი რო ისმის, იქ რაც ყოველ უნდა გაჩერდეს კაცო. და თან ახლა კონტროლი იმდენად ძლიერია, რომ ეს არის ჩვენ გქონდა ერთი ძალიან ცუდი ფაქტი, ჩვენ მაყურებელს შეიძლება ახსოვს, როდესაც ზოოპარკში მოგვიკლეს შველი, გახსოვთ ბატონო 90-იან წლებში. ზოოპარკში კი არ მოგვიკლეს, მე გითხრით, გეტყვით სად. მახსოვს რომ არა? კინოსტუდიას ყავდა თავისი შველი. თუ კინოსტუდიას ყავდა. აი ეგ დიღომში, ვოლიერში ყავდა შველი და დაკლეს და ფეხი მოჭრეს და შეწვეს კაცო. კი ბატონო. სხვა საშინელი ბარბაროსობა რაც მოხდა, მაკე შველი იყო თუ არა? ეს ცნობილი ფაქტია. 90-იან. დაცულ ტერიტორიაზე რო ეს გაკეთდებოდა, ხო წარმოგიდგენიათ. ასე რომ დღესდღეობით უფრო დაბრუნდა ჩვენ ტყეებში და რა ვიცი, აი სიცოცხლის რაღაცა ის ამაყოვებს განცდა, როდესაც ხედავ ხოლმე ჯერ ულამაზესი ყოფილა, მე არ ვარ ნამყოფი. შველი? არა, ლაგოდეხის ნაკრძალი ძალიან მაგარია. ძალიან ლამაზია, დაცული ტერიტორიაა და საოცრებაა და მე ეს შულს ვნახავ და ჩვენი სამეფო ცხოველია, ასე ვთქვათ, ხო მართალი, ყველაზე დიდი ნანადირები. გარეული ყორი ყავს, ძალიან ბევრი ლაგოდეხი. იმიტომ რომ ეგ ესაზღვრება იქეთ აზერბაიჯანის ნაკრძალებს.
იქ ღორზე არ ნათიშობ. სამეგრელოში აღადგინეს ის შავი ღორი, რომელიც იცვლებოდა თურმე ნამდვილი საოცრად გემრიელია, მაგრამ ზომით ძალიან პატარაა რომ ნახე. ეხლა უკრაინული ჯიშის ღორებთან შედარებით ნამდვილად რამოსატანია ზომით. გემო ვერ ექნება იმ მეხორცულ ჯიშს, იმიტომ რომ სხვა სტრუქტურა აქვს. მურმენალი როდესაც არის ხო, რა თქმა უნდა, ვერაფერს ხო ფენა სხიმით და კი ბატონო. სამწუხაროდ ნამდვილი შაშხისთვის ეგრეა. ეს ცოტა ისეთი სახალისო გადახვევა გავაკეთეთ ჩვენი გადაცემიდან. ძალიან დიდი მადლობა. მე მოვიდა. კი ბატონო, მოუგვარეთ ჩვენს მაყურებელს, მაგრამ არა უშავს. სხვა რაზე ვილაპარაკოთ ნუტრიციოლოგმა და გასტროენტეროლოგმა. კი ბატონო. დიდი მადლობა ბატონო ზაქარია, შეგახსენებთ რომ ჩემი სტუმარი იყო ექიმი გასტროენტეროლოგი ზაქარია როჭიკაშვილი, ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპის ხელმძღვანელი, მთავარი ექიმი ჩვენი უფროსი მეგობარი ბატონო ზაქარია, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ, მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო რომ ჩვენი კლინიკა მდებარეობს ქალაქ თბილისში, თორნიკე ერისთავის ციხე ნომერი 1, დიდუბის მეტროს ზევით, ძალიან ადვილი მოსაგნებია ჩვენი კლინიკა. მაგრამ ექიმებთან მოსახვედრად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, გთხოვთ დარეკოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ჩაეწეროთ რეგისტრაციაზე და კონსულტაციაზე ბატონ ზაქარიასთან ან სხვა ნებისმიერ ექიმთან. ჩვენ საკმაოდ დიდი მულტიპროფილური გუნდი გვაქვს, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული. ძალიან კარგი გასტროენტეროლოგები გვაქვს, როგორც ბავშვთა, ასევე მოზარდთა. ძალიან კარგი ნევროლოგები ყავს, ადრე ყავდა ერთი ნევროლოგი, ახლა უკვე ორი ნევროლოგი. ენდოსკოპისტები დაგვემატნენ კიდევ ჩვენს ასე რომ რადიოლოგების დიდი გუნდი ყავს უკვე. რადიოლოგები კი ბატონო და ერთი მინდა თქვა, ყველა კლინიკაში არ კეთდება სახსრის ეხოსკოპია და ჩვენ კლინიკაში კი ბატონო დავიწყეთ უკვე სახსრის ეხოსკოპიას, რომელსაც და ასევე თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია გვაქვს, ანალიზების უდიდესი ნაწილი ადგილზე კეთდება, ამასაც ძალიან დიდი პრივილეგია ის ჩვენთვის. და მე თქვენი მონამორჩილი ნუტრიციოლოგი ასევე აქ ვიმყოფები. ბატონ ზაქარია, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ. ჯანმრთელობას გისურვოთ.